ქრისტეს მიერ საყვარელო მამანო, დედანო, ძმანო და დანო. თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ იგავი უძღვები შვილის შესახებ. როგორც წინა კვირის სახარების განმარტებისას უკვე აღნიშნეთ, ჩვენ ვიმყოფებით დიდი მარხვის წინა მოსამზადებელ პერიოდში და თემა ასაკურელია დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდისა გახლავთ თავარი რასაც უნდა მიაქციოს მარხვაში ყურადღება მართლმადიდებელმა ქრისტიანმა არის სინანული რა არის სინანული როგორ უნდა მოვიპოვოთ სინანული როგორ მიდის ადამიანი სინანულთან ან როგორ სცილდება მას. აი ეს თემა შეიძლება თავამად ითქვას, რომ წლის დასაწყისიდანვე ხდება აქტუალური, რადგანაც ჩვენ ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეთ, რომელიც არის სწორედ ნათლობა სინანულისა, ანუ თავად ნათლობის რიტუალი ეძღვნება სინანულის სათნოებას, სინანულის ადამიანის მიერ სინანულის მოხვეჭას, ამ სათნოების მოხვეჭას, ამ სათნოების აუცილებლობას და მართლაც სხვა არაფერია ჩვენი სარწმუნოება თუ არა ახალი ცხოვრების დაწყება და ახალი ცხოვრების დაწყება აუცილებლად გულისხმობს ძველი ცხოვრების უარყოფას. ამ ძველი ცხოვრების გამო უკმაყოფილებას, მწუხარებას, რომ ადამიანი ცხოვრობდა ძველი ცხოვრებით. ძველი ადამიანი ნიშნავს ცოდვილ ადამიანს, ცოდვილი ბუნების, დასნეულებული ბუნების მქონე ადამიანს და აი ახალი ცხოვრება და ახალი ადამიანი ნიშნავს უკვე ცოდვისაგან განთავისუფლებულ ადამიანს, ადამიანს ღმერთთან დაბრუნებულს, ღვთის სასუფეველში დაბრუნებულს და აი სასუფეველის წესით ცხოვრების მოსურნე ადამიანს ნიშნავს ახალი ადამიანი და აი რასაკვირველია დიდი მარხვა გვამზადებს ჩვენ აღდგომისათვის და აღდგომა ეს სხვა არაფერია თუ არა ახლიდან დაბადება, სწორედ სიკვდილისაგან სიცოცხლეში დაბრუნება, ამიტომაც მკვდრეთით აღდგომა არის ეს სიტყვა აღდგომა ნიშნავს მკვდრეთით აღდგომას და ეს არის მთავარი, აი ამის გარეშე არაფერს არ აქვს ფასი თუ ადამიანმა არ დაინახა საკუთარ თავში სნეული ბუნება, ცოდვილი მიდრეკილება, მისი შედეგები, რომელიც მის ცხოვრებაში არსებობს და თუ არ, ასე იგი, მთელი არსებით არ შეინანა მათი ამ მდგომარეობაში ყოფნა და მთელი არსებით არ ითხოვა ღმერთისგან აი განთავისუფლება ცოდვისგან, განთავისუფლება სწორედ ძველი ცხოვრების წესისგან და ახალი ცხოვრების წესში შეწევნა, რომ დაუმკვიდრდეთ ამ ახალი ცხოვრების წესში და ესე იგი ეს ეკუთვნის არა მარტო იმ ადამიანებს ეს სინანული და ახალი ცხოვრების წესში დაუმკვიდრებისათვის სწრაფვა, ვინც არ იყო მონათლული და მართლაც დაიბადა, არამედ მონათლულებსაც გვეხება და რატომ? იმიტომ რომ ყოველი ცოდვა მიუხედავად იმისა, იგი ცირია თუ ასე ვთქვათ დიდია, ეს არის სულის სიკვდილის გარკვეული ასეთი სიკვდილისკენ სულის სვლა, ხოლო
ყოველი სათნოება არის სვლას სიცოცხლისაკენ და ამიტომ აი ეს სოდვისა და სათნოების ბრძოლა ადამიანში ეს არის მუდმივი ბრძოლა სიკვდილისა და სიცოცხლის ჩვენს ბუნებაში, ჩვენს სულში და აი სწორედ სინანულია ის რაც აი ამ სიკვდილს ამარცხებს და სიცოცხლეს მიგვაახლებს და აი მრავალი რასაკვირველია სახარება ადგილი სახარებისეული ადგილი ჩვენ გვახსენებს სინანულის რაობას როგორ მოვიპოვოთ სინანული და აი ამ ჩვენში განწყობას ქმნის სინანულის გზაზე დადგომისა და შესაბამისად სინანულის წყალობით ახალი ცხოვრების გზაზე შედგომისა. წინა კვირის სახარება ეს იყო მეზვერისა და ფალისეველის იგავი. სადაც ჩვენ ნახეთ ორი მაგალითი საკმაოდ ესეთი საზოგადოებაში მიღებული პიროვნების მიერ რომელსაც შეიძლება ითქვას რომ მრავალი სათნოება გააჩნდა სინანულის უქონლობის გამო ამ პიროვნების ესეთი სულიერი უკუსლა ვიხილეთ სულიერი ესე იგი მისი შინაგანი სამყაროს სიცარიელე ვიხილეთ აი ამ სინანულის არქონის გამო და პირიქით მძიმე ცოდვილი რომელიც საყოველთაოდ აღიარებული იყო და მართლაც მძიმე ცოდვილი იყო მეზვერე ეს ხარკის ამკრეფები იყვნენ რომლებიც ადამიანებს ძალიან ხშირად იმაზე მეცსაც კი ართმევდნენ რაც დადგენილი იყო მაგრამ აი ეს ადამიანი ასეთი მძიმე ცოდვილი განმართლებული გამოვიდა რას ნიშნავს განმართლებული ერთმა შეიწირა მისი ლოცვა და რატომ შეიწირა იმიტომ რომ მას ჰქონდა ღრმა სინანული იგი გულწრფელად ნანობდა რომ მას აქვს ეს მძიმე ცოდვები და აი ამ გულწრფელი სინანულისთვის ღმერთმა მას იგი განამართლა ანუ ესე ვთქვათ შეიწირა მისი ლოცვა და გარკვეულად მიანიჭა მას შენდობა. აი ეს თემა გრძელდება უწყებიშვილის იგავში და უფრო ღრმავდება. აქ ჩვენ გვაქვს მაგალითი იმისა თუ როგორ მოსყდა ოჯახს ორი შვილიდან ერთ-ერთი უმცროსი შვილი და როგორ ესე იგი დატოვა მამის სახლი, წაიღო თავისი წილი ქონება და უცხო ქვეყანაში დაიწყო ცხოვრება, როგორც სახარება გვეუბნება, არაწმინდებით. ანუ ოჯახში მას არაფერი აკლდა, უზრუნველყოფილი იყო, გარდა მატერიალური მდგომარეობისა, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილი მდგომარეობისა სულიერათაც არაფერი არ აკლდა, იმიტომ რომ ეს მამა ამ შემთხვევაში სახია მამა ღმერთისა, ანუ ეს ოჯახი, ეს სახლი არის სულიერი სახლი, მამის მამა ღმერთის სახლია, ანუ ფაქტიურად ეს ეკლესია და ეკლესიაში არის რასაკვირველია სულიერი ზნეობრივი ატმოსფერო და აი ამ ახალგაზრდა კაცში იყო სურვილი თავისუფალი ცხოვრებისა, რაც ხშირად აი ახალგაზრდა ასაკში თავს იჩენს, რაც არ არის ადვილი აი მცდუნებების გაძლება. და მართლაც ის ტოვებს მამის სახლს და მიდის უცხო ქვეყანაში, უცხო ქვეყანაც სიმბოლოა იმისა, რომ ეკლესიის საზღვრებს გარეთ გადის, ანუ იმ სივრცეში, სადაც სწორედ ზნეობრივი და სულიერი ცხოვრების წესები არ არის, ვთქვათ, სავალდებულო. და ნუ იქ ასე ვთქვათ, ეძლევა აი ამ თავისუფალი ცხოვრების წესს
თავისუფალი ზნეობისაგან თავისუფალი, სულიერებისაგან თავისუფალი, ანუ ვნებების დაკმაყოფილებას იწყებს, რაც არის დაცემა, რაც არის უზნეობა და მალე გაფლანგავს ყველაფერს, გაფლანგავს ასაკვირველია მატერიალურსაც და ასევე გაფლანგავს სულიერ ძალებსაც. და ნათქვამია სახარებაში, რომ სიყმილი დაემთხვა ამ პერიოდს, სიყმილი, ანუ ძველი ქართული სიტყვა შიმშილობა იყო იმ მხარეში, იმ ქვეყანაში, ესეც სიმბოლოა, ეს სულიერი შიმშილი იგულისხმება და ის იძულებული გახდა, რომ ღორების მწყემსად დაეწყო, ესე ვთქვათ, მსახურება, რომ გადაერჩინა სიცოცხლე თავისი. ანუ აი უკიდურესად დაეცა ადამიანი სულიერადაც და მატერიალურადაც სრულიად, ასე ვთქვათ, განიძარცვა. და აი ამ მდგომარეობაში აი ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს მდგომარეობა, სპოროტი ძალად ცდილობს ადამიანის სწორედ მოწყვიტოს ღვთის წესრიგს, საღვთო წესრიგს და ამით გამოფიტოს იგი სულიერადაც, დააზიანოს და დაასნეულოს ფიზიკურადაც და ადამიანი მიიყვანოს ასეთ კრიტიკულ ზღვართან, როდესაც გაუსაძლისი ხდება მისი ცხოვრება და ან მან უნდა ასე ვთქვათ, ეს თავისი მძიმე ჯურის, მძიმე ტვირთის ტარების, გაუსაძლესი ტვირთის გამო ანის უნდა გადაიქცეს მოძალადეთ, ანუ აგრესიით უნდა განიმსჯვალოს და ესე ვთქვათ, აი ამ მტრულ სამყაროში აგრესიით დაიცვას თავი, გამოვიდეს ამ გაუსაძლესი მდგომარეობიდან, ან პირიქით ავტოაგრესიით, ეს ნიშნავს, ესე იგი, სრულ დეპრესიაში ყოფნას და რასაკვირველია, თვითგანადგურებას ნიშნავს. ეს ორივე აგრესიაც და ავტოაგრესიაც ეს არის სულის დაღუპვის გზა. და აი აქ არის ერთი მომენტი, როდესაც ადამიანს შეუძლია შეცვალოს ეს ვითარება, არსებობს გამოსავალი. და რა არის ეს გამოსავალი? გამოსავალი ეს არის აღიარება იმისა, რომ ეს შედეგი დადგა ადამიანის არასწორი არჩევანის გამო. და კიდევ იმის აღიარება, რომ თუ ადამიანი შეინანებს, ანუ საკუთარი დანაშაულს ღვთის და მოყვასის წინაშე განაცხადებს, როგორც ესე ვთქვათ, თავის თავს დაადანაშაულებს აი ამ მდგომარეობაში, რამაც მიიყვანა, ადამიანს ღმერთი აპატიებს და ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა გამოვიდეს აი ამ კრიტიკული მდგომარეობიდან, ანუ ცოდვა სიკვდილია, როგორც ვთქვით და სათნოება კი სიცოცხლე, აი სინანულის სათნოებით ადამიანს მიუხედავად მრავალი ასეთი დანაშაულისა ღვთისა და მოყვასის წინაშე შეუძლია გაცოცხლდეს, დაუბრუნდეს ჭეშმარიტ ცხოვრების გზას, დაუბრუნდეს უფალს, დაუბრუნდეს თავის ახლობლებს. და აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ესე იგი გადაწყვეტილება ავიღოთ, ესე იგი ეს პასუხისგებლობა ჩვენი ვაღიაროთ დანაშაული და აი ამ დანაშაულის შედეგები, რომელიც არის სულიერი და ფიზიკური სნეულება, ვატაროთ უდრტვინველად, როგორც სრულ დამსახურებული სასჯელი. ანუ სასჯელის მიღება ეს არის ნიშანი მონანიებისა. ეს არის ნიშანი სინანული ნიშნავს გარკვეული, ასე ვთქვათ, ცოდვის გამო, დანაშაულის გამო პასუხისგებას და აი ამ პასუხისგებლობის უდრტვინველად ტარებას, ამ ტვირთის უდრტვინველად ტარებას. აი ეს არის მთავარი, რომ ადამიანმა აი ამ კრიტიკულ მომენტში ეს გადაწყვეტილება მიიღოს და არ არის ეს ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი, რატო? იმიტომ რომ ისედაც სულიერად და ფიზიკურად გამოფიტულ ადამიანს მართებს აი ამ მდგომარეობაში ყოფნა, ასე ვთქვათ,
შეეგუოს ამ მდგომარეობას, არ ეძებოს დროზე ადრე აი ამ შვება, შემსუბუქება ამისა და ძირითადად შემსუბუქება რითი ხდება? შემსუბუქება ხდება ისევ ცოდვით. ანუ ან მოძალადე უნდა გახდეს ადამიანი და აი ამ თავისი ესეთი კრიზისიდან გამოვიდეს სხვისი ასეთი სხვისი დაჩაგვრის, სხვისი ასე ვთქვათ, რაღაცა უკანონობის ჩადენით ან როგორც უკვე ვთქვით, აი დარჩეს საშინელ დეპრესიაში და აი თვითგანადგურებაში აღმოჩნდეს სულიერად და ნუ მე ამას შეიძლება ფიზიკური თვითგანადგურებაც მოყვეს. აი ეს არის არჩევანი და მაგრამ საოცარი ის არის რომ ეს იმ მომენტში ერთიც და მეორეც რაღაცა გარკვეულ აი გულის მოოხებასავით არის. აგრესიაც, ავტოაგრესიაც, მაგრამ რასაკვირველია ეს არის დროებითი და სინამდვილეში არის კიდევ უფრო ღრმად შესვლა აი ამ სულიერ და ფიზიკურ სეულებაში და აი პასუხისგებლობის აღება პირიქით ეს არის აი ამ ტვირთის უდრტვინველად აღება და მოთმენა სანამ უფალი ამ ჯვარს არ მოხსნის, აი სრულად მინდობა ღმერთზე და სრულად მიღება იმისა, რომ ეს სასჯელი არის ჩვენი ცოდვისგან განთავისუფლების საშუალება. და აი ეს თვითონ ასეთი გადაწყვეტილება რასაკვირველია ადამიანისგან ითხოვს დიდ ძალისხმევას, დიდ მოთმინებას, ჭირთათმენას, ფაქტიურად თანაჯვარცმას უფალთან. და აი რა ადამიანი მაინც ყოველთვის ეძიებს ილგზას. წერია კიდევაც სახარებაში, რომ ვიწრო აბჭე, რომელთაც შევდივართ სასუფეველში და ფართო არის გზა, რომელსაც მიხავს სარსაწმენელში და მრავალნი ვლენან მასზე და აი სინანული იგივე პასუხისგებლობა, როდესაც შენ გაწუხებს, რომ შენ რაღაცა ვალი ხვდის წინაშე არ აღასრულე. ამიტომ აი ამ პასუხისგებლობის ტვირთვა, უდრტვინველად ტარება ამ ჯვრისა, ცოდვის შედეგებისა, სულიერი თუ ფიზიკური სნეულებისა. ეს არის სწორი გზა, მაგრამ მძიმეა და ადამიანი შეგნებულად თუ შეუგნებლად გაურბის და ყოველთვის ეძებს რაღაც ისეთს, რაც სწრაფად გამოიყვანს მათ, შეუმსუბუქებს და ეს არის დროებითი, ეს არის ილუზია და ეს არის კიდევ უფრო გაღრმავება აი ამ ცოდვის მონობის გაღრმავება ცოდვის მონობაში კიდევ უფრო მეტი ორკილების დადებაა საკუთარ თავზე. აი ამიტომ ხდება ასეთი გონების განათება და სიტყვები ასეთია სახარებაში მოეგო თავსათვისა. ანუ საკუთარ თავს ვეღარ ხედავ და ადამიანი გაუცხობდა საკუთარ თავთან. ადამიანი როცა უკვე მისი ცოდვები მრავლდება, ის ვეღარ არჩევს კეთილს და ბოროტს. ხშირად ბოროტებას არქმევს სიკეთეს, სიკეთეს არქმევს ბოროტებას და აი არის გაუცხოებული და აი მოეგო თავსათვის, ესე იგი დაუბრუნდა საღ აზროვნებას, საღ გონებას. აი გვაქვს ჩვენ ქართულში ასეთი კანონი, გონს მოეგო. დიახ, აი სწორედ სახარების ეულია ეს გონს მოეგო. მოეგო თავსათვის წერია სახარებაში და უცებ მიხვდა რომ ეს ყველაფერი რაც მოხდა მისი ბრალია, მისი ცოდვების შედეგია და რომ მამის სახლში მას არაფერი არ აკლდა და რომ მამის სახლში მოჯამაგირეები გაცილებით უკეთესად არიან ვიდრე იგი არის ამ ქვეყანაში, უცხო ქვეყანაში და აი აქ უკვე შემოდის მეორე სათნოება. ერთია რომ მან აღიარა, რომ ის დამნაშავეა და მან და ასე ვთქვათ ეს სასჯელი უნდა მოიხადოს. მაგრამ აქ არის მეორე. მეორე არის ის, რომ მეორე სათნოება, სინანულის გაგრძელება. სინანულის გაგრძელება არის იმედი, ანუ სასოება იმისა, რომ ღმერთი მოწყალია და ის ხედავს ადამიანის მწუხარებას და მიუხედავად იმისა, რომ დიდია ადამიანის სასჯელი, როგორი დიდიც არ უნდა იყოს, ღმერთი თუ ადამიანს სურს დაბრუნდეს ღმერთთან, თუ ადამიანს მოიძულა ცოდვა, მოიძულა ცოდვილი ცხოვრების წესი,
ღმერთი აძლევს საშუალებას, რომ იგი ახლიდან დაიბადოს და როგორც ეს უკვე ვთქვით, ეს ეკუთვნის არა მარტო მოუნათლავ ადამიანებს, არამედ მონათლულებსაც გვეკუთვნის, რადგან ყოველი ცოდვა ეს არის ნაბიჯი სიკვდილისაგან. ყოველი სათნოება ნაბიჯი სიცოცხლისაგან და თუ ჩვენ აი ამ სიკვდილისგან გადადგმულ ნაბიჯს ვინანიებთ და ღმერთს ვთხოვთ, რომ ღმერთო დაგვაბრუნე, ღმერთი გვაბრუნებს და სასოება იმისა, რომ ღმერთი მოწყალეა. არის შეიძლება ადამიანმა აღიაროს, რომ აი მე დანაშავე ვარ, მაგრამ არა აქვს იმედი, რომ ღმერთი მას ახალი სიცოცხლის, ახლიდან სიცოცხლის დაწყების ენერგიას, ძალას მისცემს და განაახლებს მას. აი ამის უიმედობაც ესეც სოდვაა და ესეც უძურებაა. აი აქ ეჩენს ეს უძღებიშვილი აი ამ სასოებას, რაც არის სწორედ სინანულის გაგრძელება, იმიტომ რომ სინანული არ არის მარტო აღიარება დანაშაულისა და ცოდვისა. სინანული არის ასევე სწრაფვა ახალი ცხოვრების დაწყებისაკენ და რომ წახვიდე ახალი ცხოვრებისაკენ, უნდა დაიჯერო, რომ ღმერთი ამის საშუალებას, ამის ძალას მოგცემს. ღმერთის მოწყალება არის განუზომელი. და მესამე, ესე იგი ადამიანმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღიარა თავისი დანაშაული, შეინანა, აღიარა ღვთის სამართლიანობა და თავისი ღვთის წინაშე უსამართლობა. ეს არის ღვთაებრივი სამართლიანობის, ანუ ობიექტური, აბსოლუტური ჭეშმარიტების წინაშე სრული ასეთი აღიარება, რწმენა, შეიძლება დავარქვათ ამას. მეორე არის, რომ აი ეს განუზომელი ასეთი სამართლიანობა, განუზომელი ჭეშმარიტება, აბსოლუტური ჭეშმარიტება ამავე დროს არის მოწყალე, მრავალმოწყალე და რომ მას იგი არ არის ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას აღემატება, მას შეუძლია ნებისმიერი ცოდვის მიუხედავად ადამიანი აღადგინოს, თავის წყალობა კვლავ დაუბრუნოს და ეს სასოება, ეს არის აუცილებელი, რომ ჩვენ გვჯეროდეს, რომ ღმერთი არ მიგვატოვებს მიუხედავად ჩვენი ცოდვებისა და მესამე, რომ ამის შემდეგ, როცა ჩვენ ეს ვიწამეთ, ღვთის აბსოლუტური ჭეშმარიტება, ვიწამეთ ღვთის ყოვლის შემძლეობა და განუზომელი სიყვარული, ანუ სასოება გვაქვს, აი დავარია ახლა უკვე წავიდეთ უფლისაგენ, ანუ სვლა ღვთისაგენ, ეს რა არის სხვა ღვთისაგენ, სხვა არაფერი თუ არა უფალი ბრამოს, ვისაც მე უყვარდე, ჩემი მცნებები დაიმახა, ანუ ცნებების აღსრულებისკენ სვლა, ახალი ცხოვრების დაწყებისკენ სვლა და აი ეს არის უკვე სიყვარული ღვთისა. და აი სამი სათნოება, სარწმუნოება, სასოება და სიყვარული არის აი სწორედ სინანულის შედეგი. სინანულის შედეგი არის ეს სამი სათნოება და ადამიანი ახლიდან იბადება და ჩვენც ახლიდან ვიბადებით ყოველი ქრისტიანი, როდესაც გვაქვს ჭეშმარიტი სინანული. ამიტომ ვინაიდან ადამიანის ცხოვრება მაინც ჯერ კიდევ ადამიანის სნეული ბუნება საჭიროებს მუდმივ სრულყოფას, მუდმივ განწმენდას. ამიტომ ეს სინანულიც უნდა იყოს უწყვეტი. და მთელი დიდი მარხვის განმავლობაში ჩვენ ერთი და იგივე ლოცვას ვიმეორებთ, რომელშიც არის მთავარი ასეთი რეფრენი, სიტყვები ასეთი ჰეუფალო და მეუფეო მომანიჭებე განცდათვის და თვისთა ცოდვათა, ანუ ესეთი უწყვეტი სინანული, მუდმივი სინანული, მუდმივი უკმაყოფილება სწორედ იმით, რომ არასოდეს ბოლომდე ვერც ერთ ცნებას სრულად ვერ ვასრულებთ. ეს არის მთავარი არსი სინანულისა, აღიარება ღვთის აბსოლუტური ჭეშმარიტებისა, მის წინაშე ჩვენი რასაკვირველია დანაშაულებისა, ჩვენი უძლურებისა, ჩვენი არასრულყოფილებისა, სასოება, რომ მიუხედავად ამ ჩვენი უძლურებისა, ღმერთი აგვადგენს, მოწყალებას არ მოგვაკლებს და სვლა აი ამ მოწყალების მისაღებად, ანუ სიყვარული ღვთისა. აი ეს არის სინანული და აქ არის კიდევ ერთი მაგალითი აი ამ სახარებაში,
რომ ეს როგორ მთავრდება ეს ზეიმით, მამის სახლში არის ზეიმი და ეს ზეიმი არის სწორედ ზეიმი ერთი დაღდგომილი სულისა, რომელთან ერთად ზეიმობს მამა ღმერთი, ზეციური ძალები და რასაკვირველია მოყვასი. ეს ზეიმი არის უდიდესი სიხარული აქ ამ ქვეყნად და რასაკვირველია აბსოლუტური და დაუსრულებელი ნეტარება ამ ქვეყნიური ცხოვრების დასრულების შემდეგ. იმ სულისთვის, ვინც აღიარა თავის დანაშაული, განეშორა ცოდვას, ყოველ შემთხვევაში მთელი ცხოვრება ებრძოდა ცოდვას, ებრძოდა სისუსტეებს და ისრაფოდა სათნოებისაკენ. ეს არის მთავარი არსი და აი ამ ზეიმში, აი წარმოიდგინეთ, ზეიმობს ზეცა, ზეიმობს ასე ვთქვათ, მიწიერად ადამიანები ზეიმობენ, აი ესეთი რა მოხდა ადამიანი, მკვდარი იყო და გაცოცხლდა, ეს მამის სიტყვებია, დაკარგული იყო და იპოვა. ეს არის უდიდესი ზეიმი და ყველა ზეიმობს და უცებ აი აღმოჩნდა, რომ უფროსი ძმა, რომელიც არ იყო სახლში, როცა დაბრუნდა, უმცროსი ძმა დაბრუნდა სახლში, გაიგო რომ ასეთი ზეიმია და ის უკმაყოფილო არა მარტო იმითი, რომ აპატიეს მის ძმას, არამედ იმითაც, რომ მამის ქცევა მისთვის უსამართლოა. ის თulis, რომ მამა რაღაცა ძალიან, ასე ვთქვათ, არასამართლიანია, იმიტომ რომ აი ეს ცოდვილი შვილს ასეთი ზეიმი გაუმართლა და აი მეო, ესე იგი, სულ მისი ერთგული ვარო და აი მეო რაღაცა ასეთი მსგავსი არაფერი ჩემთვის არ გაუკეთებიაო და რაღაც ესე იგი აი აქ რა ჩანს, რომ შეიძლება ადამიანი ეს არის იგივე ფარისევლის ასე ვთქვათ მსგავსი, აი სწორედ ადამიანი, ვინც ბოლომდე არც ეურჩა მამას, არც ასე ვთქვათ უსაქმურობაში არ სულშრომობდა, მაგრამ რა იყო მისი აი ეს სიმართლე, რა იყო მისი ვალმოხდილობა. ეს იყო ყველაფერი სამწუხაროდ გარეგნული. ანუ გარეგნულად ყველა წესებს ასრულებდა, რატომ რომ აი ქონოდა უფლება მამის მემკვიდრე ყოფილიყო და საბოლოო ჯამში, ესე იგი, სულიერი მემკვიდრე არ აღმოჩნდა. აღმოჩნდა მხოლოდ მისი ქონების მემკვიდრე და აი ამ ქონების თუ შეიძლება ითქვას კონცენტრირებული ამ მატერიალურზე სულიერად აბსოლუტურად აღმოჩნდა გამოფიტული მისთვის უცხოა სინანული, იმიტომ რომ დარწმუნებულია, რომ ძალიან კეთილია, ძალიან სამართლიანია, შრომის მოყვარეა და მისთვის ბუნებრივია თვითკმაყოფილება, სხვისი განსჯა, სხვისი განკითხვა და ეს ფაქტიურად აი მამას ესე იგი თავარ მცნებას არღვევს, პატივեց მამასა შენსა და დედასა შენს. ეს 10 მცნებიდან ერთ-ერთი მამას უპატივცემულოდ მოექცა, მამას საყვედურობს, მამას კიცხავს და მამა ძალიან შეწუხებულია ამის გამო. და აი ეს ნახეთ, ეს უძღები შვილი, რომელიც აი ამ სოდებში ჩაიფლა, კიდე გამოვიდა, იმიტომ რომ დაინახა, რომ ეს ვერ ხედავს თავის სოდვილობას. აი ეს ძალიან საშიში, ეს უფრო საშიშია. ანუ შენ თუ როგორი სიკეთეც არ უნდა აკეთო, როგორი წარმატებებიც არ უნდა, თუ შენ არ აქვს განცდა თვის და ცოდვათა, შენი სული სიკვდილის გზაზეა. შენი სული აღარ ვითარდება. აი ეს არის აი ეს საშიში, აი ეს ფარისევლები, მწიგნობრები, აი ამაში ამ პარტავნებაში იყვნენ და ბოლოს და ბოლოს რა ჩაიდინეს? ღმერთი ჯვარზე გააკრეს. ანუ ეს სრულიად გონების დაბნელება მოყვება ამ პარტავნებას და ის სწორედ ისევ და ისევ უნდა გვახსოვდეს, რომ სინანულის გარეშე ადამიანის სული მკვდარია, ხოლო სინანული თუ გვაქვს, ჩვენ ბუნებრივად ვისწრაფით ღვთისაკენ, ღვთისმადლისაკენ და ვითხოვთ ღვთის მადლით განახლებას. და ეს ხდება რასაკვირველია საეკლესიო საიდუმლოებებში აღესრულება, ამიტომ თუ ადამიანი ეკლესიაში არ დადის, ესე იგი მას არ აქვს სინანული.
შეიძლება აქვს შინაგანად რაღაც, მაგრამ იმდენად ძლიერი არ აქვს, რომ აი როგორც წყურვალს წყალი წყურია, ისე არ წყურია ეს შენდობა. ის თვითონ კი შეიძლება რაღაცას ამბობს, რომ აი მე დავაშავე, მე არასწორად, მე გამოასწორებს რაღაცას, გააკეთებს და სინდის თავის სინდის ამშვიდებს. მაგრამ ჩვენ კი არ უნდა ვიყოთ მოსამართლე საკუთარი თავის, ღმერთია ყველას მოსამართლე და აი სწორედ ღვთის სამართალი და ღვთის სწავლება არის დაცული ეკლესიაში და ეკლესია გვეუბნება, რომ ყველას ადამიანს სჭირდება მონანიება, წოდების და ღრმა სინანული და განცდა. ვისაც არ აქვს განცდა, ვისაც წოდათა და არ აქვს მოთხოვნილება, რომ ეს წოდები მოინანიოს და ღმერთისგან შენდობა მიიღოს, ესე იგი ეს ადამიანი სულიერად, ესე ვთქვათ, გაუხეშებულია, გაუცხოებულია ღვთისაგან, სათნოებებისაგან და მისი სათნოებები არის ზედაპირული და გარეგნული და ეს არის ფარისევლობა და ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება. ამიტომაც სახარებაში უფალი ბრძანებს, რომ მეძავებიო და ავაზაკებიო ფარისევლებს ეუბნება მაცხოვრი. წინა გიძღოდიან სასეთქვეზე ადრე ისინი შევლენენ და აი ზუსტად აი ეს მეძაობაში იყო ეს უძღებიშვილი და სხვადასხვა კიდევ არაწმინდებაში და აი ეს მოbrunდა და დაბრუნდა სასუფეველში და ეს ფარისეველი ვერ დაბრუნდა. ასე რომ ღმერთმა შევთხოვოთ უფალს, რომ ღმერთმა მოგცეს განცდა ითვისთა ცოდვათა, რათა კეთილად აღვასრულოთ დიდი მარხვა, გავმტკიცდეთ აი ამ სინანულის გზაზე და აღდგომის დღესასწაულზე ვიხილოთ მართლად ჩვენი სულიერი და ფიზიკური ძალების აღდგენა და განახლება. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი.